ორი დღე რჩება ისტორიული შეთანხმების ამოქმედებამდე ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაამტკიცა ამერიკის, ყატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ზავი, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებას გულისხმობს. სამეტაპიანი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ღაზის სექტორი კიდევ ერთხელ დაიბომბა. პირველ ეტაპზე ცეცხლის 6 კვირით შეწყვეტა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრების გამოშვება, ანკლავის ჰუმანიტარული დახმარებით მომარაგება და მოლაპარაკებები ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზების მოსაძებნად. ასეთი პირობები აქვს შეთანხმებას, რომელსაც ისრაელის მთავრობაში და მოქალაქეებს შორის მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. შესაძლოა ჩვენი სახლი ისევ დგას, შეიძლება არც, იმიტომ რომ ყოველ წუთს ახალი სახლი იბომბება, ყოველ წუთს ახალი უბედურება ხდება. დეირ ელ-ბალაჰის ბანაკში იმედს და გამძლეობას შორის მცხოვრები ეს ხალხი 19 იანვარს ელოდება. დღეს, როცა ცეცხლშეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა. ეს ღაზაა ომამდე, ომის 469 დღეს ბევრს არ სჯერა, რომ ასეთ რეალობაში დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ იმედი აქვთ. მშვიდობის დაბრუნების დღეს განსაკუთრებით ის ხალხი ელოდება, ვინც სხვა ქვეყანაში მოახერხა წასვლა. პირველი, რასაც გავაკეთებ, არის ის, რომ ჩემი შვილის საფლავზე მივალ. ჩემი შვილი 5 თვის წინ მოკლეს, ის 27 წლის იყო. ღმერთს ვთხოვთ, რომ ზავმა იმუშავოს. არ არსებობს ომის საჭიროება, მშვიდობა გვინდა, სახლში დაბრუნება მინდა და რა თქმა უნდა იქ დავბრუნდები, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა. ზავის ამოქმედების დღეს ელოდებიან ისრაელშიც, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა 7 ოქტომბერს გაიტაცეს. მე მიშელ ილუზი ვარ, გაი ილუზის მამა, რომელიც ნოვას ფესტივალზე გაიტაცეს. ის ჰამასის ტყვეობაში მოკლეს. მივესალმები ამ შეთანხმებას. გულის სიხარულით მიცემს ყველა გადარჩენილი მძევლისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს და ბაიდენს, ორივე ადმინისტრაციას, რომ ეს შეთანხმება ბოლოს და ბოლოს შედგა. დამნაშავე, თქვენი ადგილი ჰააგაშია. ასე მიმართა ბლინკენს დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა სემ ჰუსეინიმ, რის შემდეგაც უსაფრთხოების თანამშრომლებმა ჰუსეინს დარბაზი დაატოვებინეს. ენტონი ბლინკენი ამერიკის სახელმწიფო მდივნის რანგში ბოლო პრესკონფერენციას ატარებდა, როცა პალესტინის მხარდამჭერმა ჟურნალისტებმა ის გააკრიტიკეს. ამ შეთანხმებით უკმაყოფილოები არიან ისრაელის მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებიც მემარჯვენე პოლიტიკას უჭერენ მხარს. მათ იერუსალიმში გზატკეცილი გადაკეტეს. დაახლოებით 200-მდე დემონსტრანტი იყო მისული ისრაელის პარლამენტთან და სამინისტროებთან. ისინი ამერიკისგან და ისრაელის მთავრობისგან ისრაელის მიწის დაცვას მოითხოვდნენ. უკმაყოფილება მინისტრთა კაბინეტშიც. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი მიღწეული შეთანხმებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ თუ მისი რატიფიცირება მოხდება, გადადგება. თუ ეს დაუფიქრებელი გარიგება დამტკიცდება და განხორციელდება, ებრაელი ძალაუფლების პარტია გადადგომის წერილს დაწერს და ის აღარ იქნება მთავრობის ნაწილი. ეს გარიგება ზრდის ჰამასის მადას და мотивაციას. ამიტომ ამ დრომდე მოუწოდებ პრემიერ-მინისტრს გონს მოვიდეს, თავი არ იდოს ამ საშინელ გარიგებას. დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა ჩაატარა, რომელმაც მხარი დაუჭირა მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰამასთან შეთანხმებას. შეთანხმება ახლა გადავა სრულ მინისტრთა კაბინეტში განსახილველად და კენჭისყრისთვის, რომელიც სავარაუდოდ შაბათის დაწყებამდე მოხდება. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით რეკომენდაცია გაიცა შეთანხმების ყველა დიპლომატიური, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული ასპექტის შესწავლის შემდეგ, იმ გაგებით, რომ შეთანხმება მხარს უჭერს ომის მიზნების მიღწევას. არ დაკონკრეტებულა ვინ მისცა ხმა შეთანხმებას, მაგრამ ისრაელის ფინანსთა მინისტრის, რელიგიური სიონიზმის და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს ამ შეთანხმებას. შეთანხმება, რომელმაც 15 თვიანი ომი უნდა დაასრულოს, წესით 19 იანვარს უნდა ამოქმედდეს.